მოგესალმებით, ვაგრძელებთ საუბარს რელაციული მონაცემთა ბაზების შესახებ. რელაციურ მონაცემთა ბაზებზე ჩვენ ვთქვით უკვე, რომ ეს იყო ახალი სიტყვა მეცნიერებაში. ეს მონაცემთა ბაზები არის ძალიან მარტივი, ელეგანტური, ეყრდნობა ძლიერ მათემატიკურ აპარატს, უზრუნველყოფს მონაცემების უსაფრთხოებას, ერთიანობას, არ არის დამოკიდებული მონაცემთა ბაზის ფიზიკურ რეალიზაციაზე, შესაბამისად აქვს უნარი დაამუშავოს ძალიან დიდი მოცულობის მქონე ბაზები. ამავე დროს მონაცემთა ბაზების უპირატესობა კიდევ ის, რომ არსებობს მათდამცდომის, ანუ მათთან ურთიერთობის საკმაოდ მარტივი გზა, სპეციალური მაღალი დონის ალგორითმული ენა SQL, რომელზეც უფრო მოგვიანებით ვისაუბრებ. ამჯერად კი საკმარისია იმის ცოდნა, რომ მონაცემთა ბაზები არის მარტივი, ადვილადდომადი, ელეგანტური და მოხერხებული მომხმარებლისთვის. ჩვენ შევუდგებით ენა SQL-ის შესწავლას, მაგრამ სანამ გადავიდოდეთ ენის შესწავლაზე, მანამდე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ერთი რამ. მონაცემთა ბაზა, რომელზეც ჩვენ ამოვხსნით ამოცანებს, იქნება სასწავლო ბაზა. ასეთი სასწავლო ბაზა ორაკლის ყველა შემსწავლელისთვის ნაცნობია. ჩვენ საიტზე, სადაც თქვენ მოცემულ ლექციების კურსს ისმენთ, ანუ სამაგი WVCG-ზე, არის ატვირთული ინსტრუქცია, როგორ დააყენებთ თქვენს პერსონალურ კომპიუტერზე მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა ორაკლი. იქვეა განხილული, როგორ დაწეროთ ბრძანებები, როგორ მოახდინოთ მათი რედაქტირება, როგორ მოახდინოთ მათი შესრულება. ასევე აქვეა ინსტრუქციები, როგორ შექმნათ ის სასწავლო სამუშაო ბაზა, რომლის შესახებაც მე ამ წუთში ვაპირებ საუბარს. ყველა ეს მოთხოვნა, რომელზედაც ჩვენ უკვე ვისაუბრებ, ეხება ამ ცხრილს. შევხედოთ, ცხრილს სახელად ქვია DEPT. DEPT არის შემოკლება სიტყვისა დეპარტამენტი, department, რაც რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ მასში მონაცემები დეპარტამენტის შესახებ იქნება. მასში სამი სვეტია მოცემული. DEPT ნიშნავს department number, ანუ დეპარტამენტის ნომერი. DNAME ნიშნავს department name, ანუ დეპარტამენტის სახელი და LOC არის შემოკლება სიტყვიდან location, ანუ ადგილმდებარეობა. თქვენ ხედავთ, რომ სულ 4 დეპარტამენტია მოცემულ მაგალითში განხილული. მე-10, მე-20, 30 და მე-40. თითოეული ეს დეპარტამენტი გარკვეულ ფუნქციას ასრულებს. კერძოდ, მე-10 დეპარტამენტი არის საბუღალტრო დეპარტამენტი, მე-20 დეპარტამენტი კვლევებს უძღვება, 30 გაყიდვების დეპარტამენტია, ხოლო მე-40 დეპარტამენტი ოპერაციებითაა დაკავებული. ამავე დროს ცნობილია ამ დეპარტამენტების ადგილმდებარეობა. კერძოდ, მე-10 დეპარტამენტი ნიუ-იორკშია განთავსებული, მე-20 დეპარტამენტი დალასში, 30 დეპარტამენტი ჩიკაგოში, ხოლო მე-40 დეპარტამენტი ბოსტონში. ეს ცხრილი ხასიათდება იმით, რომ მას გააჩნია პირველადი გასაღები DEPT-ნო, მასში ყველა მონაცემი არის უნიკალური. უნიკალურია მონაცემები დანარჩენ სვეტებშიც, მაგრამ რატომ არის პირველადი გასაღები, ამას ახლა მივხვდებით, როდესაც განვიხილავთ მეორე და მესამე ცხრილს ამავე მონაცემთა ბაზიდან. მონაცემთა ბაზის მეორე ცხრილის სახელწოდება M. სიტყვიდან employee, ანუ თანამშრომელი, მოსამსახურე. მასში მოცემულია მონაცემები კომპანიის 14 თანამშრომლის შესახებ და ეს ცხრილი შედგება შემდეგი სვეტებისაგან. empno, ანუ employee number, თანამშრომლის ნომერი, ის არის 4 ნიშნა ციფრი, კოდია ფაქტიურად ყოველი თანამშრომლისათვის მინიჭებული და ცხადია ის უნიკალურია, რადგანაც M9-ის პირველადი გასაღები სწორედ empno სვეტია. მეორე სვეტი ეს არის name, ანუ employee name, თანამშრომლის გვარი, აქ
14 თანამშრომლის გვარია მითითებული. შემდეგ ამავე ცხრილშია სვეტი MGR არის შემოკლება სიტყვისა მენეჯერ. ყოველ თანამშრომელს თავისი მენეჯერი ყავს და ეს მენეჯერიც 4-ნიშნა რიცხვითაა გამოხატული, რადგანაც კომპანიის თანამშრომელი შეიძლება იყოს ამავე კომპანიის თანამშრომლის მენეჯერი. შემდეგი სვეტი ეს არის ანუ სალ არის შემოკლება, აქ ხელფასებია მოცემული თითოეული თანამშრომლისათვის. გვაქვს სვეტი hire date, ანუ თითოეული თანამშრომლის დაქირავების თარიღი. შემდეგი სვეტია com, რომლის დანიშნულებაა ბონუსების გადმოცემა თითოეულ თანამშრომლისათვის, ანუ ხელფასზე დანამატის. თუ თქვენ ამ სვეტს შეხედავთ, აღმოაჩენთ, რომ იმ 14 სტრიქონიდან მხოლოდ 4-ია შევსებული და 10 ცარიელია. ამას ჩვენ მოგვიანებით განვიხილავთ, რას წარმოადგენს და ბოლო სვეტი არის დეპტნო. ალბათ დეპტნო უკვე ნაცნობია თქვენთვის, რადგანაც პირველ ცხრილში, დეპტ-ცხრილში ჩვენ ეს სვეტი უკვე გქონდა. ეს სვეტი მოცემული M-ცხრილისათვის წარმოადგენს გარე გასაღებს, რადგანაც მისი საშუალებით შეგვიძლია კავშირი განვახორციელოთ დეპტ-ცხრილის დეპტნო სვეტთან და გავაერთიანოთ ამ ორ ცხრილში მოცემული მონაცემები. მესამე ცხრილი, რომელიც ამავე მონაცემთა ბაზას ეკუთვნის, არის salgrade. ეს არის ცხრილი მხოლოდ 3 სვეტით. მასში მოცემულია 3 სვეტი, ეს არის grade, ანუ ხელფასების რანგები. ხელფასის რანგი შეიძლება იყოს 1, 2, 3, 4, 5. შემდეგია low sal და high sal. ამ ორი სვეტის დანიშნულება მოგვცეს შესაბამისი რანგის ხელფასის ქვედა და ზედა ზღვარი. მაგალითად, დავუშვათ მესამე რანგის ხელფასის მინიმალური ზღვარია 3000, მაქსიმალური 4000. ამას მაგალითისთვის მოგახსენებთ. რელაციური მონაცემთა ბაზების ყველა ბაზებზე შესასრულებელი ყველა ოპერაცია სასურველია ამ მონაცემთა ბაზაზე განვიხილოთ. გმადლობთ ყურადღებისათვის.